ამ ხალხს რო უწოდო მე შავრაზმელები, სწორი ტერმინი იქნება? არა, აბა შენ მისვდა თავის დროზე. ორკები და. არა, ერთწამ. აი ხა რაღაც ვიდეოს ჩაგირთავ და ამასში ვის გულისხმობ, მაშინ შენ მითხარი რა. რატომ არ არსებობს კონსერვატიული თხის წესრიგის დამცველი NGO-ები თუ ჩვენი ინტელექტუალური და პოლიტიკური ამბიციების პიკი რაღაც შავრაზმული ძალებია? სადაა ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია? ხო, აბა, აი შავრაზმელები ეგენი თუ არ არიან, ვინც ხალხს და ვის შეიძლება გულისხმობდე, მაშინ შენ როცა ამბობდი რომ აი შავრაზმელებს რო ახსენებდი, ეგავართო კაცო, მაშინ ისეთ ლაპარაკობდი, შეიძლება პოლიტიკაში არ მოსულიყავ NGO-საც არ გამორიცხავდი, ეთყობა NGO რატო არ გვაქვს? კონსერვატიული NGO რო გავაკეთოთ, მე ხაც არ მგონია ცუდია პროსტ ფინანსები არა. ხო, კაი, ეხა შავრაზმელობაზე აი მანდ რაც ვილაპარაკე თავიდან ბოლომდე, ეგ რო არ მომწონდა, იმიტომ გავაკეთე ჩემი პოლიტიკური. ხო, შავრაზმელობაზე ხო, შავრაზმელობა არის. ესენი. არა, კაცო, ეგენი. მაგათ გულისხმობდი, მაშინაც ესე დარბობდნენ. კი, აბა ვის არა, კაცო, მაშინ რა ეგრე ეხა არ ვითხოვ შავრაზმელებში იმას გულისხმობდი LGBT აქტივისტებს. არა, LGBT აქტივისტებს არასდროს ჩვენ ფლანგზე, კონსერვატულ ფლანგზე ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის, მაშინ თუ გინდა გეტყვი. არ გაქვს პასუხი. როგორ არა მაგ კაცო? მე გეუბნები შავრაზმელებში ეგეთ ხალხს გულისხმობდი, ვისაც ხალხი უთყავდა თავში თქო. არა. ანუ ვაფშე მე ძალადობას არასდროს არ გმობდი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ანუ ჩვენ ფლანგზე არის ჩემ და სამწუხაროდ და სანამ ჩვენ გავიჩნდებოდით, ეგ ვაფშე გადაუჭრელი პრობლემა იყო, არის ეგეთი სასტავი რა. არის შინაგანად და თავის იდეოლოგიით სინამდვილეში არ არის არც კონსერვატორი, პროსტა მიტნასმსნილი ამ თემაზე და რაღაცა იმიტაციური ქმედებებით ცდილობს რომ ამ თემაში დაიმკვიდროს. ანუ ხალხს უთხოვს თავში? არა. აბარით. ანუ არის აი ხა მე არ მინდა რომ ამას რომელ ლექციაზე ასწავლი, შორიდან რომ უნდა მოუვარო, არაკომფორტული კითხვას. არა კომფორტულ კითხვებს არა, ანუ მე რაღაცაზე პასუხობ შენ როცა ხვდები რაღაცაზე გავდივარ, მაგ დროს მაჩერებ ხო. კი, იმიტომ რომ სხვაგან არ მინდა წახვიდე. ეგ შენთვის არის სხვაგან. კაცო, მე კონკრეტული კითხვა დაგუშვი, ვის ეძახდი შავრაზმელები? შავრაზმელები არიან ტიპები, რომლებიც როცა მართლა რაღაცა არის გასაკეთებელი, მაშინ დაკარგულები არიან ხოლმე სხვა ტრაქში არიან შემოწმული. და როდესაც რაღაცა პერფორმანსია დასადგმელი, მაშინ გამოواردებიან ხოლმე ჯვარკულები. ცემა არაფერ შუაში არ არის. შავრაზმელებს ეძახი ადამიანებს, რომლებიც არ ცემენ ხალხს. არა, შავრაზმელებს ვეძახი ტიპებს, რომლებიც სინამდვილეში არაფრის გამკეთებლები არ არიან, მაგრამ როცა რაღაცა ის არის, მიტმასნილი არიან ეკლესიაში. მე ამბობ ცემას, არა და მე დარწმუნებული ვარ, აი 100% დარწმუნებული ვარ, ამაში გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც მაშინ დარბოდნენ, მაშინ რა ერქვა კონსერვატიული მას ის რო იყო მარში. არა. ხო, მარში დროინდელი 2017 წლის ვიდეოა. აბა რომ მაშინ ვირიყვნენ კონსერვატორები აბა. მე მაქვს ერთი პრობლემა რა, ჩემ ფლანგზე არ მინდა ეხა რომ ვიღაცებს დავაკონკრეტო. იმიტომ რომ ჩემ ფლანგზე ისეთი უბედური სიტუაცია არის. არ გავანძღო შენი ფლანგი, მე რო დაუძახე შავრაზმელები ეგეც ეყოფათ. კაი.